გვესმის? ქალში მთავარია წარბი. სალამი, გამარჯობა გოგოებო. შფოთვები თუ გაწუხებთ? ესეთი გუდა მქონდა მოკიდებული შფოთვების და შიშების. შფოთვები თუ გაწუხებთ უფროსო? ხედავ შემოკრეთ. მოვედი აქ ხალი რომ მეთქი რაღაცა დავეხმარები თერაპია ისეს. დაგვეხმარები თუ? ესე იგი, რა გავიგეთ ახლა? შფოთვა, ნამდვილ კაცს არ უწუხებს. პატარა, შფოთავ შენ, რა გაშფოთებს? რა სადმიღე, რა ხდები, რა ფილმი, რა. არა ვარ ტელევიზია, დამოუკიდებლები ვარ. მე სკოლაში ერთ კაი გოგო ვერ ნახე. მეცმა ხელი გაგიმართოთ, რომ არასდროს არაფერზე არ გქონდეთ შფოთვა. თუ გექნებათ შპოდკასტში ყველანაირზე პასუხი იქნება და ყველა ადამიანის გადმოსაღებს ნახოთ. სალამი უფროსო. შეიძლება 1-2 კითხვა გკითხოთ? აბა, ამით თავი არ ამოდენ. აი, ჩვენ ესეთი კითხვა გვაქვს. შფოთვები თუ გაწუხებთ უფროსო? რაღაცაზე გული ხო არ გინერვიულებთ? აი, ძილის წინ რო არის რაღაცა ფიქრი რო არ განებებს თავს. ასე შემდეგ. ეხლა ყველა ადამიანი ვინც გეტყვის რომ არ მაწუხებსო და არა მაქვს ბოდი სულელი ყოფილა ისა. გაიხარეთ, გეთანხმებით. ცოცხალ ადამიანს ყველაფერი აწუხებს, სპორტიც აწუხებს, ისაც აწუხებს. აბარა, მაგრამ ნახეთ, ჩემი კითხვა კიდე ესეთია. როგორ შეიძლება რომ ყოველდღიურობაში ამას გაუმკლავდეთ, რომ არ მისცეთ ზალა, რომ გადაგიაროს ან ყოველდღიურობაში მაგაზეთ გაგცემთ პასუხს. მაგრამ მაგაც ცოტა ისეთი უნდა არის ხალხი, რომელსაც ყველაფერი ფეხებზე კიდია. ამიტომ იმათ არ ჩფოთია. მარტივი ცხოვრება. არც გადაულიან, არც გადმოულიან. ნუ იტყვით. ზოგი ამბობს რომ ვარჯიში შველისო, ზოგი ამბობს. ეხლა კაცო, ეხლა იგი გიბერე ზოგს პახმელიაზე ლუდი უყვარს და კიდე წყალი. თქვენ რა გიყვართ? მითხარით სიმართლე პახმელი. მე დამანათლა პახმელობა არ ვიცი. აი ნამდვილი ქართველი კაცი. აბა მე ერთ წუთსა და მეორე დღეს ვერ დგები ფეხზე. მაგრამ შემედარე ეხლა. აი, ყველში გამომიჩნდა. პახმელობა მე ყავს. აი ეს კიდე პახმელიაზეა. ნაბახუსები ხართ? გეს. თითო სამთელი დავამცეთ და თითოჯერ გადაუგზავნა. აი ვინც ვერ მოეწრო ამ გაკეთებასო რა და მე არ ვიყავი აქატორე შემოვერცდებოდი. თქვენ გაიხარეთ. ძალიან გვაყოფილი ვარ, უღმესი მადლობა. მეც ახლა ვაპირებ, რომ ეკლესიაში მივიდე. ვერის პარკში მაქვს გატარებული ჩემი მთელი ბავშვობა. ყოველ დღე ჩემ ბებიას დავყავდი აი ამ კაფეში და პირველად ვარ მასული და ძალიან ბედნიერი ვარ, ესეთი ლამაზეა. აი ახლა ვისთანაც ერთად ვიყავი, ერთი იყო 91 წლის და მეორე არის 85 წლის. ნამდვილი ვერის პარკელები, ხო? გოღი ვერელები რა. ვერელები ნამდვილი. შემოგევლოთ, ჩემი თავი თითო სამთელი დავუმცეთ იმად. გაიხარეთ. ბედნიერი დღე, დიდი მადლობა. მადლობა დიდი. აი ნამდვილი ქართველები მეგობრებო. ესე იგი, რა გავიგეთ ახლა? შფოთვა. ნამდვილ კაცს არ უწუხებს. გამარჯობა. შეიძლება რაღაცა კითხოთ? ძალიან მიხარია. თქვენ ხართ ახლა შპოდკასტში. შფოთვები გაწუხებს? არა, რა თქმა უნდა. არა? როგორ მკლავდები ამ ცხოვრებას ნერვიულობის გარეშე? ნორმალურად. ნორმალურად. ძლიერი ხარ. რა თქმა უნდა. საინტერესოა. ვინმე შენს ირგვლივ აწუხებს შფოთვები ან იცი რომელიც თერაპიაზე ოდესმე გიფიქრია მის ხარ? არა. გაიხარე ოჯახში, აგერ კაცი, იმედი არასდროს არ შეგაწუხებს არაფერი. ბედნიერად. სალამი უფროსო. შეიძლება რომ რაღაც გკითხოთ? არა. ეგ არაფერი. ვაიმე. აი, მაგალითი, ულამაზესი თაობა როგორ მოდის? ბავშვი ულამაზესი. ნეტა ამ დროს ვიყო. არც შფოთვა მექნებოდა, არც მე ვინერვიულებდი. სადა ეგრე. შეიძლება რაღაც გკითხოთ? სიტყვა შფოთვა იცი რა არის? არა, შეიძლება ინგლისურად იცი, anxiety იცი რას ნიშნავს? კი. ხო, აბა მითხარი რას ნიშნავს? ის რო არის რაღაც არ ეგა, ვანახი ის რა ყოჩაღია, ბუზი დაიჭირა. მოდი მე გეტყვი უცბად და იმედია არასდროს არ დაგჭირდებათ, რომ კიდევ ვინმე მოგიყვათ. შფოთვა არის, როდესაც რაღაცაზე ნერვიულობ, შეიძლება რაღაც შიშის გამო ნერვიულობ, შეიძლება რაღაცის აი განსაკუთრებულად განერვიულებ და სამოთ მიზეზიც არ იცოდე რატომ. ქონია სკოლაში ხართ თუ? არა ჯერ. სკოლაში ხარ. მე-5 კლასში ხარ. ვაიმე რა ხელა ბიჭები ყავ. მე სკოლაში აი თქო დავალება თუ არ გაქვს ნერვიულობ ხოლმე? კი. ხო შეგიმჩნევიათ ხოლმე ხანდახან უფროსებიც რომ ნერვიულობენ, ისე რომ უმიზეზოთ.
დიახ. იგი ჩვენ რო არ ვიცით ხანდახან ეხლა. აჰა. რაზე ნერვიულობ? ხო ეხლა. ხო, ბუნებრივია რა, კაია რომ გესვით ეგეთი რაღაცები. ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ როდესაც ხედავს რომ ადამიანი ნერვიულობს, მაქსიმალურად ხარში უნდა დაუდგე, მოусმინო. ერთმანეთს და ხო. თქვენ გაიხარეთ ბიჭებო. აუ, თქვენ გაიხარეთ. აი თქვენ ყოველთვის ერთად იქნებით და მეგობრობას არ შეწყვეტ. ფოტო კი არა. წარმატებები თქვენ. ძალიან მაგარი ბიჭები ხართ. სკოლაში ხო კარგად იქნებ, კარგად შემპირდით. იცოდე ყველა მაგარ უნივერსიტეტში უნდა წახვიდეთ და ძალიან მაგარი ბიჭები ვიყრე. TikTok-ზე აი თუ შეგხვდები, ვნახოთ, აი ვნახოთ. შეიძლება ვიყო, შეიძლება არა. გაიგეთ? აი ბიჭები, ყოჩაღ ბიჭებო. კარგად. ნახვამდის. მაგარ გავხარდათ. ჩარკვიანნი. ორინეთი. ბიჭო გამარჯობა. როგორ ხართ? კარგად თქვენ. შენი როდ გამოიყურებით? რამდენი წლის ხართ? 16. 16-ის დიდი ბიჭები ყოფილან უკვე. მაცდი ბიჭო, დაიდება, აბა რა იქნება. ხო, ნახავი, არ ინერვიულა, ნახავ. პირველი კითხვა. ბოლოს რაზე ინერვიულეთ? ბოლოს. ოღონდ აი მართლაზეც ინერვიულეთ. ბოლოს ხარაზე ინერვიული. რავი, დაკეტილი პროსტიტუტა როგორ რო? დაკეტილი პროსტიტუტკაო? დიახ. ამ თაობას არც გოგოებზე ეშინია პირიქით და ის დატყდა საერთოდ. კაი, ეგეც პრობლემაა, მესმის შენი სამყაროდ. სადეცადე რო გეპოვნა ეს ლამაზი ქალბატონი, როსკიპი ქართულად? საათოთ ახლო მახლო რა. სოციალურ ქსელში, ხო? არა. პირადად გაისანით. მშვენიერ და მე რა დაკეტა მე? რა დროს დაკეტვა იყო ამ შუა სეზონზე? ნუ შენ რა გაწუხებ? მე მაწუხებს თმები. თმები შენი? საზოგადოებრივად. გოგოზე ბიჭზე თუ? ყველაზე. ტანის თმა იქნება ეს უფრო კონკრეტულად სახის თმა. აგი, წვერი კი მოგიშვია, შენი თმა კი არ გაწუხებს. არა, ჩემი არ მოწუხებს. ხო, შენ რა არ გიშავს, აქაც ისე რაღაცა. ხედავ შენ მოკლედ. მოვედი აქ ხალი რომ მეთქი რაღაცა დავეხმარები თერაპია ისეს. ოჩაღ რა ბიჭებო რა. აგუხმარები თუ? ჯერ ხა ერთი სახერში წამოვა. მე რა ვიცი ერთ როსკიპისად უნდა იშოვა და როსკიპი რადგანაც ახალგაზრდა ბიჭები ხარ, შენით გოგო თუ ვერ დაკერედა. როსკიპი არის პროსტიტუტკა, შენ რაც მითხარი, ოღონდ ქართულად. და გოგოს და ბიჭობის და კაცობის თავი მუღამი ის არის, რომ შენით კერავ გოგოს და აღარ ჭირდება რომ ფული გადაიღო. არ გიტყდება ფულს რო უხდი? არ იქნება. არა, ვიცი. ბიჭო, მართლა სკოლაში დადი ხარ? კი. მე რო სკოლაში ერთ კაი გოგო ვერ ნახე. ვერ. შენ? მე ვნახე უკვე, მე მყავს გოგო. ყავს გოგო, ეს გოგოებზე არ ნერვიულობს. მე როგორ უთხარი შენ მეგობარს ასწავლე ცოტა რა. ვასწავლი და ვერ იგებს და. მაგრამ კაი სიმპათია 1-2 წელი გჭირდება შენ ცოტა რაღაცა და არ დაგჭირდება რისერჩის გაკეთება, რომ გოგომ გაგახაროს. სიმართლე. წარმატებებს გისურვებ. დიდი მადლობა. გოგოები ლაივში დაკერეთ და არა ისე. გაიგე? ნახვამდის. ნახვამდის. გაიგე ბიჭო რა მითხრა. სალამი. აიყო მოგესალმე ბიჭო და აი. აბა, ვისვეტაკოთ. მოკლედ ეს საზოგადოება ვერის პარკს არასდროს არ ჩამოშორდება. ისინი ვინც ვაიმე? ნახე აი კარმა ეგრევე. ისინი ვინც ნარც უბერავენ, ჭადრაკ შეიძლება, მოდი გავარკვევთ. რას თამაშობთ უფროსებო? ეგ ნამეტანი რთულია. ნარდი უფრო მარტივია, მაგრამ ესენი ისე თამაშობენ. მარტივი რა არის, იცი? აბა. ხომის ჭამა, როგორც გაიხარე, ნეტა კაი ელარჯი მე. რაღაცა რო კითხოთ, არა? ნიჭირიმე. აი, თქვენ კითხავთ რა? არ გამოვჩანოთ. შფოთვები თუ გაწუხებთ უფროსო? კი თუ არა? ხუთი სათვლილობა აქვს, მაგრამ ხშირად. არა. მისრება. სპოტიფი არ მოწოხებ ჯერეთი. არა? საბედნიეროდ. და რა თქვენი აზრით რა არის მიზეზი? აბა იცით რამდენ ადამიანს აწუხებს თურმე შფოთვები? ჩემ ჩათვლით? მე გენეტიკას მივაწერ, მაგრამ გენეტიკა? შვენიერი, ხედავ თურმე გენეტიკასაც დიდი ნაწილი ქონია შფოთვების ქონაში ან არ ქონაში, მაგრამ აი მაგალითად წაგებაზე ეხა არ ნერვიულობთ? ან მოგებაზე? მაგაზე არ არის შფოთვა? არ არის. ეგ განცდა. ეგ განცდა. მართალია, შესაძლოა. განცდის სხვა ფორმაა, მოკლედ, სპოტვა არ არის. საინტერესოა. მოდი არ გამოვაჩინოთ ახლა ამათი კარტის ხელი, იმიტომ რომ რა იცი რა ხდება, წარმატებებს გისურვებთ. არა ვარ ტელევიზია, დამოუკიდებლები ვართ. ტელევიზია რა გვინდა? აბა რა. გაიხარეთ. ეს კაცი საკმაოდ
ბუდა ესკპოზიციაში ხესთან. მოდი გავიგო. სალამი. გამარჯობა. შეიძლება ერთი-ორი კითხვა კითხო? არა რა, კაი. მადლობა. მე ხა ტყუილა ადამიანში ფოთოს ხوارი გამოვიწევ. მე ყოველთვის საპირისპირო მხარეს ვარ. შფოთას თავს ვარიდებ. გამარჯოს, როგორ ხარ? კარგი, შენ? არა მიშოს, რამდენი წლის ხარ? 18. 18-ის, ანუ ისეთ ასაკში ხარ, სადაც ახლა ნერვიულობ ბევრ რამეზე. რაზე ნერვიულობ ამჟამად? რავი. და ბოლოს ადმინერვილო მაგას გეტყვით. მიდი აბა. მიდი აბა. ბოლოს სამსახურში დაგვენაზე მინერვილო. სად მუშაობ? ხა სერვისში ვარ. სერვისში ვარ, მეც ეგრე. ეგ არის ძალიან სანერვიულო სამსახური, იმიტომ რომ ყველა შენზეა დამოკიდებული და შენ ერთი ხარ. მითხარი ყოველდღიურად ყველაზე მეტად სერვის ინდუსტრიაში რა გაღიზიანებს, რა გაწუხებს? უმეტესად რავი. გამაღიზიანებს სტუმრები რა თქმა უნდა რა. სტუმრები. ხა იდეაში სადაც ვარ ნაკლებად მაღიზიანებს ხო? მაგრამ არის ხოლმე მომენტები, როცა ანუ ხალხს შემეძ ემპათია უნდა ქონდეს ელემენტარული რომ ესმოდეთ მე რომ მართლა ძალიან ვსწავლობ ის რომ რაღაც მარტო კერძს დადება ხო არა ძალიან არის მან და ეგ უნდა გაიაზროს ყველამ ჩემი აზრით გთხოვს გაიაზროთ ყველამ აღარ მართლა ჰოსტესი ვარ და ვიცი ყველაზე ცუდი გრძნობა როდესაც არ ანუ ადამიანები ხანდახან ისეთი უსწრდელები არიან ხოლმე შენ მართლა შენ კარგის მეტი რა გინდა შენ შეკვეთავობა მაქვს იმას შვები ამას შვები კაი მაშინ გიხსნი და ის არ გაგიშებს რომ გეკითხებიან და შენ რა გიყვარს ყველაზე მეტად მაგცო ყველაზე ძვირი რაც არის. არა, სხვა შორის ეგ კაი კითხვა არის, იმიტომ რომ წანს მე ანუ არა, იცი რაღაც კონკრეტული კერძები მაქვს ხოლმე. საათად რომ მუშაობდი. რომ აი ძალიან მიყვარდა და მაგას უკეთონე ხოლმე, აი სიამაყით ვეუბნებოდი რომ მეთქი ის ჭამეს, აი ეს არის იდეალური უჭველი მოგეწონება და მე თან რო უხარიათ რომ აი რაღაც კაი შესთავაზდა და აი. ჯიგა, ამას კაი ნერვები ქონდა. ხო, რა კაი შესვენებით. და სკოლის მხრივ გაქვს რაღაც ნერვიულებები? ხო, დავამთავრე. დაამთავრე. უნივერსიტეტზე ფიქრობ? ჩავარებული მაქვს და წინა წელს დავამთავრე, ადრე შევედი რა. ყოჩახ? და დავამთავრე წინა წელს და ეხა უნივერსიტეტში ვარ, BTU-ში ვარ. ყოჩახ? და კი, ანუ მაგაზეც ცოტა სულია რა. შფოთვებით კი. ხანუ იდეაში იმიტომ რომ სამსახური და უნივერსიტეტში შეწყობას რთულია ერთმანეთს. ერთ-ერთი ყველაზე რთულია. კი, და მაგას ვაგვარებ ხა და მაგას. არ მეტები შენ, იმიტომ რომ მე მესმის ძალიან შენი. მან ჩემი აზრით ერთადერთი გამოსავალი წერტილი ის არის, რომ შენ თავს 1 საათი მაინც უნდა დაუთმო რაღაცა მშუალეთში, შენ თავს მოეფერო და იცოდე ყოველთვის, რომ ამ 1000 ადამიანის მიუხედავად, რომელიც ყოველდღე ნერვებს გიშლის, შენ ხარ ის ადამიანი, რომელიც შენიანია ყველაზე მეტად. შენ თავს უნდა ჩაეხუტო, არა? კი. ამინ. კარგი. მადლობა. ნაკლები შფოთვა შენ? გამარჯობა გოგოებო. ბოდიში რომ შემოგეჭერით, ერთი-ორი კითხვა რო კითხეთ შეიძლება? ძალიან დიდი მადლობა. შფოთვები გაწუხებთ? ნებისმიერი სახის anxiety. კი. შენ ლამაზა? მეც. კი. ხო ვერ მეტყვი, აი საიდუმლო თუ არ არის, აი რა თემას უკავშირდება ხოლმე ძირითადად ჩვენთვის. არიჩქა რო არის ნერვიულა. აი დღეს უკვე ისეთ რაღაცები მოვისმინა, ძალიან საინტერესო და გულშესახები. როგორც გინდა. ჩემთვის მე ყოველთვის მაგალითად მოყვარს რა ვიცი. ტელეფონზე დარეკვა იქნება, საქმის გაკეთება, იუსტიციის სახლზე მაკანკალებს ისევ ნერვიულობ ხოლმე რომ შევდივარ. კიდე ბევრად ღმაც რაღაცა. ალბათ რომ სწავლასთან დაკავშირებული აბიტურიენტები ვართ ახლა. უი, ვიზიარებ თქვენ წუხარებას, მეგობრებო, ვიცი როგორ სირთულე პერიოდშიც ხართ. ეგ კი, სწავლასთან დაკავშირებით ძალიან ბევრია. შენ სწავლასთან დაკავშირებით გაქვს? მაგაზე თქვენ არ ინერვიულობთ, იმიტომ რომ ეგ ერთ-ერთი ორთვიანი ლაპარაკია, მე ისეთი ნერვიულები მოგივათ უნივერსიტეტში, ამიტომაც უნივერსიტეტზე რა ფაკულტეტზე ფიქრობ ჩავარებას? სამართალი გვინდა სამართალი. აი გოგოები, ესენი თუ გადაგვარჩენება ამ ქვეყანაში სამართალი კი არა ჯანდაბა ამათ თავს. უღმესი მადლობა. კეთილი დღე, ბედნიერი დღე, გაერთეთ. აი ძლივს, კარგი გოგოები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ აბიტურიენტების თემა ალბათ შფოთვის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე დრასტიკული მომენტია. მე ჩემი თავი რომ ახსენდება, რეებს მაფიქრებინებდნენ და რეებზე ვლაპარაკობდი. არ ვიცი. აქ რას იღებენ? ჩავეჭრათ. აი, მუსიკოსი არ უნდა შფოთავდეს, ახლა შენი აზრი? ლამაზი ხალხო, რისი გადაღება მიმდინარეობს? რა მაგარია, მეც ყოფილვარ აკუსტიკაში. შფოთვები ხო არ გაწუხებთ ვინმეს? რას გაიგებ, აბა? სალამი, როგორ ხართ? შფოთვები გაწუხებს? რა? შფოთვები არ გაწუხებს? აუ, ხო, ძალიან კი. მე ნუ იტყვი. თქვენ პროფესიაში თან რთულია ძალიან. რას ვიზა? რამდენი სანერვიულოა. წარმატებები. ასანას მოკითხო. Привет, ასანა. Bonjour, bonsoir. Comment allez-vous? როგორ ხარ? არა მიშოსთან?
სად აქ ცუდი ჩამოხვევი. ერთი კვირით ვარ ჩამოსული რაღაც ეხლა შფოთვები გაწუხებს ასე. როგორ არ მაწუხებს? რაღაცა ნერვიულობ. ესე კონკრეტულად არაფერზე. რა სად მიღე? რა ხდება? რა დამოუკიდებლები ვართ, დამოუკიდებლები ვართ, დამოუკიდებლები ვართ. შფოთვები მაქვს. შფოთვები გაქვს. მუდმივი. ბოლოს რა ზეინერვიულება. ესე კონკრეტულად არაფერზე არ ნერვიულობ. აი ეს მუდმივი შფოთვა მაქვს, ეხლაც მაქვს. ხო, ქვეყნის ქვეყნის რა სიტუაციიდან თქმა უნდა, ქვეყანაში რო სტაბილური რო იყოს სიტუაცია, უკეთესი იქნება. აბანო იტყვი, მე შფოთვებით სავსე ვარ, მაგრამ არ ვიცი საიდან უნდა დაიწყო, რომ ეს ყველაფერი დაალაგო. სადრია შფოთვები მე. იყო მე ერთი რავი 16 წელს უკვე შფოთ სავსე ვიყავი ჩემი აზრით. რამდენი წელია რაც შფოთავ? მუდმივია, ხო? და რამე გაიკეთებია ოდესმე რომ როგორ არა, კურნალობა. პერიოდულად კურნალობ ხოლმე, მაგრამ მე პერიოდების მერე ისევ მე როგორც ვიცი მაგას ხო კაი ხანიან თანად საუკეთესო მეგობარივით უნდა გახდეს თერაპევტი რომ ყოველთვის გქონდეს ეგ რეჟიმი. მეგობრები შეულებრივი აღარ დამჭან, იმიტომ რომ თერაპევტი. ნუ იტყვე. აიკონი კაცი, მადლობა. ბავშვებს მოგითხა. გამარჯობა. რაღაცა გითხა შეიძლება? აჩნია რა? ოკეი, მითხარი, აბა შფოთვები გაწუხებთ? კი. რასთან დაკავშირებით ძირითადად? ნუ რავი, გააჩნია რა, სხვადასხვა სიტუაციაში სხვადასხვა რაღაცები. მესმის, რაღაც ისეთი გააქვს, რაც მაგალითად ხედავ რომ თქვენ შვილია? დიახ. წარმოვიდგენია, როდესაც შვილი ყავს, ალბათ ქვეყნის მომავალზე და ყველაფერზე ნერვიულობით, რთულია რომ შენ თავშიც არ რაღაცა შეაჩერო ის ტალღა, რაც მოდის. როგორ კურნალობთ თუ როგორ უვლი თავს რომ მაქსიმალურად ლაითად გრძნობდა? ვცდილობ რომ ნაკლები თავისუფალი მომქონდეს. ანუ დაკავებით. აი ძალიან საინტერესო პასუხია. ძალიან ბევრი ადამიანისთვის ეგ არის ხოლმე გამოსავალი. თავით დაკავება. ძალიან საინტერესო. დასვენის ეგ არის. ძალიან დასვენება პირიქით. ანუ დასვენების გარეშეც ალბათ ზართული იქნება, მაგრამ ნუ ძირითადად ხო მიჩვენია რომ დაკავებული ვიყო რაღაც ვიდრე ვისვენებდე რა. ძალიან კარგი. უღმესი მადლობა. წარმატებით. კარგად ლამაზა. კარგად. სალამი უფროსი. შფოთვები გაწუხებთ? შფოთვები გაწუხებთ? ბავშვებო, გოგოებო, შეიძლება რაღაც გითხრათ? გთხოვ რა. აუ რა ლამაზები ხარ. შენი სახელი? ნინი. ნინი, შენ? მარი. სასიამოვნოა მარი და ნინი. მოკლედ, თქვენ ახლა ხართ შპოდკასტის ჩაწერაზე. სიტყვა შფოთვა იცი რას ნიშნავს? კი. კი. ხარ გინერვიულია, ხარ გიშფოთია რამეზე ოდესმე. რა კარგი გოგო ხარ, რა მაგარია. შენ? არც მე. რა ყოჩაღები ხართ? ღმერთმა ხელი გაგიმართოთ, რომ არასდროს არაფერზე არ გქონდეთ შფოთვა. თუ გექნებათ შპოდკასტში ყველანაირზე პასუხი იქნება და ყველა ადამიანის გადმოსაღებს ნახავთ. ძალიან დიდი მადლობა, გაერთეთ. სკოლაში კარგად მოიქეცით. არა ნერვიულო ჩობლე. შენ რა გაშფოთებს ხოლმე? აი ღამე გაქვს ხოლმე ძილის წინ რომ ვერ იძინებ და რაღაც გაუჩერებელი ფიქრების ნაკადი რომ ვერ ამთავრებ? ნაკლებად, მაგრამ ძალიან მქონდა. ეხა აღარ მაქვს. ეხა ვარ ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად შფოთიანი კაცი ვერაზე. გაიგეთ? მაგრამ როგორ მოვედი აქამდე ეგ არის მნიშვნელოვანი რა. მე ვიყავი, აი ესეთი გუდა მქონდა მოკიდებული შფოთების და შიშების რა. ხო, შიში და შფოთი ხო სხვადასხვა რაღაცაა რა. მეც ესე ვიტყოდი რომ შიში და შფოთი სხვადასხვა. კი, მაგრამ თუ ძალიან ხშირად გეშინია, შეიძლება მე შფოთში გადაგები და ასე. შიში არის ნუ რეალური საფრთხე. ეს ფუძე თითქოს შფოთვის. კი, ხო და ერთი პირველ შიშს ვიტყვი რა. მინაზე დაკაკუნების შიში რა. მინაზე? აი, ხანჯარაზე, ხო. საინტერესოა. ბევრი წელი ვცხოვრობდი პირველ სართულზე და ბნელ 90-იანებში წარმოიდგინე, შუქი არ არის, გათბობა არ არის, სანთლითვები და აი 92 წელს რომ ამ პირველ სართულზე ვიღაც მოაკაკუნებს, როცა გძინავს, რა შოკია, ხო? და ვიღაცას ხან მანქანა უფუჭდებოდა, ხან წყალი უნდა და ძალიან რაღაცა ხვდები რაღაც მაშინ ეგ მოსული ამბავი იყო და მეღვიძებოდა ხოლმე და იმის მერე აი ეს შუშაზე დაკაკუნება ჩემთვის ცოტა ამ რაღაც შფოთის მომტანია რომ რაღაცა ხდება და უნდა გამოიღვიძო და არ მიყვარს და ის მითხარი, ახლა მითხარი ცოტა ხნის წინ რომ ეს ბოლო დროა, მე ერთ დროს ვიყავიო ყველაზე შფოთიანი ადამიანიო, მაგრამ ეხლა აღარო. კიდევ ვიტყვი რა ძალიან შენ მითხარი. სიკვდილის შიში არის ხო ეგეთ ფუნდამენტური შიშია და შფოთი მქონა ხოლმე რას იცი? წარმოვიდგენდი ხოლმე ჩემი ახლობელი ადამიანები სპანაშვიდებს. აი როგორ პროცესი კი არა როგორ კლებიან, არამედ უკვე პანაშვიდი. ეგ ძალიან დიდი სტრესის მომტანი იყო. მთელი ბავშვობა, მაგალითად ბები ამბობდა ხოლმე რომ მე მალე მოვკვდებიო და ეს ბებია რომელზეც ვაფრენდი რა და სინამდვილეში ბებია პირველ ეგ რომ მითხრა, მას მერე 15 წელი იცოცხლა. მაგრამ ყოველ წელს ალბათ სამჯერ ამბობდა რომ მე ძალიან და ისეთი სტრესი იყო რომ ბებია მალე მოკვდა, ბებია მალე მოკვდა რომ რაღაცნაირად ვემზადებოდი.
და ეგ გადამივიდა მე სხვებზე, ასაკიანი ვინც იყო, სულ ხედავდი რა. და ეს რაღაც პანაშვიდების, რაღაც დარდის და ის და ამაში ცხოვრება ძალიან რთული იყო მოკლედ. აბსოლუტურად სხვა მიზეზი დავიწყე საკუთარ თავზე მუშაობა, რასაც რაღაც პიროვნული ზრდა ქვია. ფსიქოლოგთან ხარ გივლია კი. და აი ამ გზაზე დავამატე თერაპია. და ამ თერაპიის ეს რაღაცა პიროვნული ზრდა, ყველაფერი ერთად, ვარჯიში, იოგა. ძალიან მნიშვნელოვანია. უცბად აი ეს რაღაც grounding-ს ასეძახე და დამიწება მოხდა ისეთი, და რომ გავაცნობიერე რომ ეს ჩემი რაღაცა ირაციონალური შიშები გადავთარგმნე ძალიან კარგ მოტივაციებში, უწერე წერილები, მათ შორის გარდაცვლილ ნათესაოებს, ბებიას, აი, ხო და ეგეთი რაღაცები ვაკეთე. და ეს სიკვდილის შიში და კარგვის შიში რაღაცები გაქრა ყველაფერი რა. ამიტომ მე მგონია რომ ის მიზეზი რის გამოც ახლა ვლაპარაკობ არის ის რომ ადამიანები რომლებიც შფოთვით და შიშებით იტანჯებიან, ხო, არსებობს ძალიან კარგი დროში გამოცდილი ტექნიკები, რომლებსაც შეუძლიათ რომ რაღაც ერთი თვის ვადაში მოაგვარონ ეს პრობლემები. ხო, საკუთარი თავს თუ ჩაუღმავდები და თუ მისცემ სხვა ადამიანს საშუალებას რომ დაგეხმარონ და ხელი გაგიწიონ, ძალიან ბევრ რაღაცის დაძლევა შეგვიძლია და აწყოს, რომელიც ჩვენთვის ძალიან ძვირფასია, მომავალზე ნერვიულობით არ დავკარგავთ. შევა ერთადერთი რავი თუ შეიძლება ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ვამბობ, არ ეცადოს არავინ რომ მარტო გაუმკლავდეს. ანუ ადამიანები ვართ სოციალური არსებები და მაგისთვის არიან სხვები, აი ვინც ჩვენს ახლოს არიან. ხანდახან უცხო ადამიანებიც კი. და ხანდახან ცხოველებიც კი. ცხოველების თერაპიაზე იდეალური. ანუ ის რომ მე თუ დახმარება მჭირდება, ცუდად ვარ, მოვალ და შენ დაგელაპარაკებ, გაგიზიარებ, გთხოვ რომ დამეხმარო, ეგ არის ნომერ პირველი, რაც შეიძლება რომ გააკეთოს ადამიანს. ძალიან მიხარია. მე მიხარია რომ ჩვენი კარი ღია არის და ნებისმიერ ადამიანს რომელსაც ახლა გზაში შეგხვდებით, მზად ვართ რომ მოგისმინოთ, იმედია გულს გადაგუშლით და მოგვიყვებით თუ ბავშვობაში, აწყოში, წარსულში რა გაწუხებდათ, რა გაშფოთებდათ და მოდი ერთად გავუკლავდეთ. დიდი მადლობა სანდრა. მადლობა.